მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ არხზე აირგან ჯორჯია. მე მინდა პატარა მიმოხილვა გავაკეთო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს დამწყები პნევმატიკოსი, როდესაც იარაღს ყიდულობს. პირველ რიგში იარაღი უნდა იყოს რედუქტორით აღჭურვილი. რედუქტორი განაპირობებს თანაბარ გასროლებს, თანაბარ მიწოდებას ჰაერის, რომელიც გვეხმარება წერტილოვანი შედეგების გასაკეთებლად. რედუქტორი, რომელ თოფსაც არ აქვს, ის არის არასტაბილური. ის თოფი ვერ დაგიდებს შედეგს, რასაც ჩვენ შედეგს ვეძახით. მაგალითად, თუ გინდათ 100 მეტრს პლუსით ინადიროთ, ყველა ვარიანტში გინდათ რედუქტორიანი თოფი. ისეთი თოფი, რომელიც ადეკვატურ სიჩქარეს მოგცემთ, ადეკვატურ მანძილზე. მაგალითად, თუ თოფს აქვს 40 ჯოულამდე ენერგია, ეს ენერგია საკმარისია იმისთვის, რომ 100 მეტრი პლუსით უპრობლემოდ ინადიროთ. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ყველაზე დიდ შეცდომას სადაც უშვებენ დამწყები პნევმატიკოსები, ეს არის უშუალოდ მაღაზია. არასოდეს არ არჩიოთ იარაღი ფორმით. ფორმიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე თურქული იარაღებზე რა. არ არის აღჭურვილი რედუქტორით, არის მძიმე, მოუხერხებელი, განუსაზღვრელი უაზრო ძალით, ჰაერის ხარჯვით და ასე შემდეგ. გამოდის რამოდენიმე მოდელი რედუქტორიანი, მაგრამ ერგონომიის გამო მაინც რთულია ხოლმე რაიმე ისეთი შედეგის დადება რა, ნადირობის დროს მით უმეტეს. რაც შეეხება უკვე არჩეულ იარაღს და ნაყიდ იარაღს. ახალ იარაღში ლულის ნაჭდევები დაფარულია საკონცენტრაციო ზეთით. ეს ზეთი აუცილებლად უნდა მოშორდეს ლულას. მოდელის მოხსნის შემთხვევაში ლულის არხი გამოჩნდება და ჩვეულებრივი ანკესის ძუით, ჩაშობით შემავალ არხში ვუყენებთ კლუბს, ასე ვთქვათ, ზუას და აუცილებლად ბამბის ნაჭერით, რა წინ გაქაჩვით ვიღებთ არანაირი სხვა ზეთის შესხმით შიგნით და ტყუის მოხსნელით და ასე შემდეგ, როგორც ცეცხლის ასროლი იარაღებზე ხდება. მშრალად, ანუ დაახლოებით 30-40 გასმა ჭირდება, რომ ლულა იყოს 100%-ით მშრალი. არანაირი დამცავების შესხმა არ ჭირდება ლულას, არ ჭირდება წმენდა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში, თუ 10-15,000 გასროლის შემდეგ ჯგუფს აგირებთ იარაღი. მხოლოდ მაგ შემთხვევაში ისიც მშრალად. ლულის გაწმენდის შემდეგ დაახლოებით 60-70 გასროლა ჭირდებათ იმისთვის, რომ შედეგი დაიდოს. რადგან ლულის არხი უნდა მოერგოს ტყვიას. სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ, უნდა დავივიწყოთ ის, რომ ავიღოთ თოფი მაღაზიიდან, მივიტანოთ, დავდგეთ და ვისროლოთ და ის თოფი იდეალურად ისრვის. მაგის პროცენტულობა ძალიან ნაკლებია რა. რაც შეეხება მაღაზიაში ბროშურებზე დაწერილ ინფორმაციებს, 1500 FPS, 1200 FPS წარმოუდგენელი და არაფრის მომცემი სიჩქარეა რა. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად 400 მეტр წამი რომ მიიღოთ პნევმატიკით, უნდა ისროლოთ ძალიან მსუბუქი ტყვია. რომ ეგეთ საწყის სიჩქარე მიიღოთ 400 მეტრი წამი. აქედან გამომდინარე, ის ტყვია არაფრის მომცემი არ არის. რაც შეეხება სიზუსტეს, თუ მაგალითად ბგერის სიჩქარეს ძალიან უახლოვდება ტყვია, პნევმატურის ტყვია, ამ შემთხვევაში სიზუსტე ტყვიას აკლდება. თან ძალიან კვეთრად. ამიტომ 1500 FPS მოცულობა, რაც უფრო დიდია, უფრო ჯანიანია და ასე ვთქვათ, მითები უბრალოდ უნდა დაივიწყო, რომ თუ გინდა შედეგი მიიღო რა.
რა სიტყვია ბა ამ იარაღზე ზოგადად? დავი ჩარევი დევმატიკაზე. გაერია ბატონი აკაკი, ბატონი შალვაგერ, კასტორ და რა ვიცი ძალიან გვაყოფილი ვარ და ესეთი სიზუსტი იარაღი ის როდეს არ ვიცი. 1 სანტიმეტრში სვამს ჯგუფს 11 ტყვიდან ჩასვა ჯგუფი 1 სანტიმეტრში. აი, შაილ 2 მაქსიმუმ. ადრენალინი როგორი აქვს? სასწაული და ვიცი მაგარია. ილიზა. ძალიან მაგარია. ანუ არ ნანდობთ ყიდვას. არა, რა თქმა უნდა, მუქთად ისვრია, თელი დღეა ვისი 5 ლარის წვია. მადლობა შენ რომ დაგვიჯერე და გაიხარეთ ბიჭებო, გაიხარეთ. მადლობა თქვენ პირიქით, რავი, მართლა მაგარია. რა სიტყვით ერთი რამოდენიმე სიტყვით იმ დამწყებებს, ვისაც შეძენა უნდათ და ყიდვა უნდათ. არინანებენ ძმაო, რომ შეიძინონ, მოიწამლებიან დამიჯერე და როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ისია ეგეც. ძალიან მაგარია, თან არის თითქმის მუქთად. ისვრი მუქთა, ერთი პირველი ფული გადახტა და შემდეგ მუქთად ისვრი ყველა. გაიხარეთ, მაგო წარმატებები. კარგად, კარგად. ოპტიკა რომელი გიყენიათ ამას? არკენი 24 შვენიერია, ოპტიკა მუშაობს ამაზე. კლიკებზე იდეალურად სამუშაო ოპტიკაა, შაშხანებზე იყენებენ ძირითადად. ეხლა ვისროლე 215 მეტრაში და იქაც ხდება და პნევმატურისთვის ეს მანძილები, რავი, აი საერთოდ არ მეგონა თუ 200. ხო, დაუჯერებელია უცხო თვალისთვის, უცხო ყურისთვის. დიდი მადლობა თამას, წარმატებები. გაიხარე თქვენც. მრავალი გესროლოს და შეჯიბრებებშიც წარმატებები.